მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით ჩემი არხის გამომწერებს, მადლიერებით, ასევე მოგესალმებით სტუმრებსაც და კულისებიდან მაყურებლებსაც. გისურვებთ მართლა ყველაფერს რა ვიცი საუკეთესოს და განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფორმით გამხატავთ უგულ კავშირს. დღეს მოდით ვნახოთ ასეთი ტიპის გაშლა. რა მოსალოდნელი ცვლილებებია კარიერულ სფეროში, ხო, ვისაც სამსახური არ გაქვთ, ან ვისაც გაქვთ კარიერა და ფინანსები, ხო, ზოგადად. მოდი თვითონ ტაროს მივანდოთ, გვაჩვენოს სიგნიფიკაცია და იმის მიხედვით ვიღაცა შეიძლება არ აქვს დღეს სამსახური და პრობლემა აქვს, ვიღაცას აქვს. პირველი, მეორე ვარიანტი, მაგრამ უკეთეს პირობებში უნდა გადასვა, ხო? და ვნახოთ ახლა ეს პირველი ვარიანტი, აბა ვინ ბრძანდება ჩემი მაყურებელი პირველი ვარიანტის. ორი არკანი ერთად ამომყვა, ხო, არც მეტი, არც ნაკლები, იეროფანტის არკანი და შეყვარებულების არკანი. კაი, მესამე არკანიც ვნახოთ. მესამე არკანი ეს გახლავთ ჩემო მეგობრებო. ხმლების რაინდი და რა შემიძლია გითხრათ ამ არკანებით? საკმაოდ განვითარებული, გონებრივად, აზრობრივად, შინაგანი კულტურით და ინტელექტით, ძალიან ემოციური, სანდო, კარგი და საყრდენი ადამიანი, ადამიანი სხვა შორის ავტორიტეტული, ადამიანი, რომელიც საკმარისია ერთი საუბარი მოხდეს უცხო ადამიანთან თქვენი და უკვე შთაბეჭდილებების ქვეშ არის ეს ადამიანი, ხო? ანუ საკმაოდ ისეთი წესიერი, პატიოსანი, სხვათა შორის ტრადიციებზე ორიენტირებული და ცოტა კონსერვატიული ხასიათის ადამიანი შესაძლოა იყოთ. შესაძლოა იყოთ განათლების სფეროს წარმომადგენლები, ამავდროულად იყოთ ფილოსოფია, ფსიქოლოგიის წარმომადგენლები, შეყვარებულების არკანით არ გამოვრიცხავ, მაინც წყლის სტიქია, ემოციებთან კავშირშია და რაღაცა ხელოვნებასთანაც გქონდეთ კონტაქტი და კომუნიკაცია, ან ზღვა ოსნობასთან. მოკლედ, ვისაც გეცნოთ საკუთარი თავი განაგრძეთ ყურება, ხო? და ვნახოთ ახლა, აბა ახლა რა ხდება ამ ადამიანების კარიერულ სფეროში, რა ამბავია. ხო, რა ხდება და ძიების პროცესში ხართ? კი ბატონო, აქ ნამდვილად და 10-იანი აქ სამსახური არ არის. აქ ძიების პროცესში ხართ მეგობრებო, აქ ელოდებით, როდის გამოიდარებს, როდის ასე ვთქვათ, დადგება რაღაცა სიტუაცია თქვენთვის შესაფერისი, ხო? 10-იანი ხმლები იცით რაც და როგორც არის და ამის გარჩევაზე დიდ დროს არ დავხარჯავ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემი დამეტყვის ხოლმე, რომ იცი რა, იქნება ახალი მაყურებელია და საერთოდაც ვერ ერკვევა ამ სიტუაციაში და შენ რატო გადაწყვეტ ხოლმე, რომ ყველაფერი იციან, ვინც უყურებენო, მაგრამ დაახლოებითი ენერგია ყველამ არ არსებობს, რომ არ იცოდეს, ხო? ანუ რას ნიშნავს ამ სიტუაციაში? ანუ ჩახანჯლული, განერვიულებული, დაღლილი, გადაქანცული, აი დარდით შეპყრობილიო, რომ ვიტყვით ხოლმე, ხო? აი ესეთი ადამიანი აქ ერთადერთი სხვათა შორის 7-იანი პენტაკლებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ პენტაკლების მასტია და აქაც თითქოს მოსავალის აღების თემაა და რაღაც ანაზღაურება და მიზნების გამოხატვა, ხო? აქაც მაინც გზაჯვარედინზე ყოფნა, აქაც მაინც რაღაცა არჩევანია, მაგრამ ერთადერთი დადებითი არკანი აქ ეს მოქვს, იმიტომ რომ აქეთ 6-იანი ან ძიების გადასვლის რაღაცა უკეთესის მომენტის თემაა. აქ დიდ პროცენტზე ისე გადათამაშდება, რომ ამ ეტაპზე სამსახური ნამდვილად არ გაქვთ. და მოდით ახლა ვნახოთ ასეთი რა ენერგიებია უახლოესი 2-3 თვის მანძილი ავიღოთ. 10-იანი კვერთხები, მაპატიეთ. ნახეთ, დაკიდებული მამაკაცი ზოგადად მიყვარს მე რა, ნებისმიერ დასტაში მიყვარს და ამ დასტაში კიდევ ცალსახად დააკვირდით, აი პირდაპირ მინიშნება კოინებზე, ანუ პენტაკლებზე, ხო, ნახეთ, ადამიანი ზემოთ პატარა ელფს ისე უკავია სუბუქს და ერთი ციდას ფეხით ეს ადამიანი და საკმარისი ერთი ხელი გაუშვას, ნახეთ და უკვე ფულით სავსე
ქილასთან მიდის, ხო და თან აქ ეცემა ცისარტყელის სხივიც. ანუ ამ დასტაში ეს არკანი საკმაოდ პოზიტიური არკანია და ძალიან მიხარია. ანუ კვერთხების 10-იანი გასაგებია, რომ გარკვეული ტვირთებია და უკვე იმდენად დაღლილი ხართ, რომ სად ჩაიმუხლებთ, არც თქვენც აღარ იცით უკვე, მაგრამ პოზიტივი ამ დაკიდებული მამაკაცის არკანს აქვს და აი ნახოთ ახლა შემდეგი არკანები რა სცენარისკენ წაგვიყვანს, რა არის უახლოესი ეშმაკის არკანით, რა შემიძლია გითხრათ, რატო რას მიანიშნებს ეს მანახეაბა და აქ მყავს კვერთხების, არა, რაღაც ყველა შემთხვევაში იქნება. ნახეთ, აქ ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება მეგობრებო მიღებული. გახედეთ, ის არის, რა ქვია, პენტაკლების ტუზია და ხმლების მეფე. აქ ნახეთ, რას გეუბნებიან აი ამ არკანით, რომ არ აიკვიატოთ, არ ჩაიციკლოთ, ანუ სამყაროს არ გაუგზავნოთ მუდმივად ის ენერგია, რომ თქვენ არ გაქვთ სამსახური რა გეშველებათ, როგორ იქნება აქ სამსახური ჩანს. აქ ყველა შემთხვევაში გამართლება იქნება და აქ შემთხვევაში სხვათა შორის შესაძლოა ვინმე გავლენიანი მამაკაციც დაგეხმაროთ ამ სამსახურის მოძიებაში. პერსპექტივა ყველა შემთხვევაში არის. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტში. ვინ მომიბრძანდა, ვინ არის ჩემი მაყურებელი? აბა მაჩვენეთ. ვინ არის პენტაკლების მეფე. არა, ბოდიში, პენტაკლების, ხო, მეფე. აქ ვინ მყავს? ოხო. ვინ მყავს? მეგობარო და პენტაკლების დედოფალი. რა საინტერესოდ გაიშალა. მყავს განდეგილი, ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. ესე იგი, ძალიან თვითკმარი, ძალიან სავსე, ძალიან აი როგორი ადამიანები ხართ იცით, აი უკვე გარკვეული მოსავალი რომ მოწეული გაქვთ და დალაგებული რომ გაქვთ რაღაცები. სხვათა შორის ვიღაცები შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით მართლმსოფლის მეურნეობასთან კავშირი გქონდეთ, ან რაღაცა საწარმო გქონდეთ, პირადი ბიზნესი გქონდეთ, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ განდეგილის არკანით მეგობრებო, აი იცით როგორი ტიპაჟები ხართ, სამყაროს არ უყურებთ რა მარტო მატერიალის დონეზე და არ აღიქვამთ რომ მე ხა წავედი, მოვედი, რაღაცა ეს თქვი, ის ვილაპარაკი, არა, ეს მომენტის აგეთი ტიპის ადამიანები არ ხართ რა. ძალიან ჭკვიანი, ცოტა სიღრმისეული აზროვნების, კი არა და კარგად სიღრმისეული აზროვნების მქონე ადამიანები, რომლებიც მარტო საკუთარ თავში არა, ზოგადად სამყაროში ცდილობთ ბევრი რაღაცის აღმოჩენას, გამორკვევას და სულ წინ სწრაფას ემსახურება თქვენი არსებობა. კარგით. და აბა მოდით ახლა ვნახოთ. ახლა რა მდგომარეობაშია ეს ჩემი მაყურებელი? ახლა რა ხდება მის ფინანსურ და კარიერულ სფეროში? რა ამბები გაქვთ? მანახეთ 2 ერთად ამომყვა, კი არა 4-5 ერთად და ამიტომ ერთი ამოვიღეს, სამიანი ხმლები, რა ხდება? აქაც ორიანი კვერთხები, აქაც მიჯნაზე ვართ, აქაც არჩევანი გვაქვს. აი რა არკანებიც ამომყვა, მოდი მაშინ ისინი მთლიანად ამოვიღოთ. 21 სამსჯავროს არკანი და 10-იანი ხმლები. აქაც არა გვაქვს სამსახური. აქაც ძალიან რთულ ტრანსფორმაციულ პერიოდს გავდივართ და სხვათა შორის შესაძლოა რაღაცებს ვიმკიდეთ იმის წილ, რაც იყო აქამდე. კაი, კიდე მანახე და მართლმსაჯულების არკანის. რამე პრობლემებიც ხომ არ გაქვთ მეგობრებო? ან ბანკთან, ან რაღაც იურიდიული მომენტებით შესაძლოა ვიღაცას ესეც გადათამაშდეს. კაი, აბა ახლა მანახე უახლოესი 2-3 თვის ენერგიები რა იქნება? მაჩვენიება 2-3 თვის ენერგიები, სიკვდილი, ისა ტრანსფორმაციის მომენტი, მაგრამ აქაც წინსვლა და ახალ სცენაზე ასვლა, stage, ხო, ახალ იმაზეა, ხო? ასე ვთქვათ, თქვენ სამოქმედო არეალზე გადასვლა. ძალიან კაი, 8-იანი პენტაკლები. მშვენიერი, მეგობრებო, თასების რაინდი. მაგრამ მთვარის არკანით რა შემდა 4-იანი თასები. აი ნახეთ, მე ეხლა გეტყვით აქ რა ხდება. ისე ეხლავე გეტყვით რა ხდება აქ. აქვე მაქვს სხვათა შორის მე-20 არკანი. და აბა კიდე მანახე
ვა, მზის არკანიც აქვეა, ჩემო კარგო ადამიანებო, რამდენი მაღალი არკანი გვაქვს. ძალიან საინტერესოა. ესე იგი, ახლა მე თქვენ გეტყვით. თქვენ არც ერთ შემთხვევაში ილუზიებს არ უნდა აყვეთ. არც ერთ შემთხვევაში, აი, იცით როგორ ოცნებით კი არ უნდა წახვიდეთ მიზნისკენ. ანუ ნახეთ, როგორ ვთქვა, ოცნება უნდა აქციოთ მიზნად. ნახეთ, ანუ ვოცნებობ კი არა და ეს ჩემი სურვილია, არა, მეგობრებო. აქ უნდა პირდაპირ მიზანი დაისახოთ, ანუ მე ეს მინდა და ამ მიზნისთვის, ანუ ოცნება და მიზანი რისგან განსხვავდება, ოცნების ნაწილში ვზივარ მე და ვფიქრობ, მეც არც არ ვაკეთებ, ხო? და რეალურად როცა საქმის გაკეთება მინდა, იმ შემთხვევაში ხარჯზე წამოწოლი კი არ ვოცნებობ, რომ ესე იქნება და რაღაცა იმ სასწაულებს კი არ ვხატავ რა. არა, ანუ ვიწყებ უკვე მოქმედებას, ხო? ვაწუხებ ვიღაცას, რაღაცა ნაბიჯების გადადგმაზე მივდივარ, ასე ვთქვათ. აქ მზის არკანიც მაქვს, მეგობრებო, და აქაც სხვათა შორის აი, როგორი მომენტია, იცით, სამართლიანები იყავით სიტუაციის მისამართით. აი, სწორად გამიგეთ ახლა, რასაც გეტყვით, ხო? განათლების მიხედვით, აი, როგორ არავინ არ უნდა შეგიშალოს ხელი, ერთი წუთით მაპატიეთ, ჩემო კარგო ადამიანებო, კარზეა ვიღაც და მოვალ ახლა. წეღანაც მივაყურადე და მაპატიეთ არ მომშვენებია. მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცა მოკაკრინა და წავიდა. აღარავინ იყო. ხო, და ნახეთ რისი თქმა მინდოდა. აქ მე ისეთი წყობა დამიჯდა, რომ სამსახური ყველა ვარიანტში გამოგიჩნდებათ, ოღონდ შეაფასეთ სწორად თქვენი შესაძლებლობები, ხო? ანუ მე თუ ახლა საერთოდ მათემატიკაში სუსტი ვარ და მოვიკოჭლებ, ფინანსისტად ვერ გავალ ვერსად, ხო? აი, თქვენ ადეკვატურები იყავით სიტუაციასთან. ადეკვატური პირობები წაუყენეთ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც, ხო, ვისაც თქვათ დახმარებას. აი, ეს მომენტი გაითვალისწინეთ. თორე ყველა შემთხვევაში, აი კიდევ აი სამი არკანი კიდე დავამატოთ, თითქოს არ მყოფნის. არა, მეგობრებო, აქ კვერთხების ყველა ვარიანტში. არა, გამორიცხული აქ ყველა ვარიანტში მოვა სამსახური ოღონდ. ოღონდ კი, შეიძლება მეგობრებიც დაგეხმარენ, არ გამოვრიცხავ. აქ ყველა შემთხვევაში გაქვთ, უბრალოდ იყავით ადეკვატურები სიტუაციასთან მიმართებაში. ანუ, ნუ გექნებათ იმაზე მეტი, სწორად გამიგეთ რა, აი ჯანსაღი ამბიცია გქონდეთ, მოდით ასე გეტყოდით. მადლობა მეორე ვარიანტსაც, დაგემშვიდობებით.